ასპინძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი და შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თუმცა ადგილობრივები უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამენ და ამბობენ, რომ მშენებლები მხოლოდ კორპუსამდე მისასვლელ გზას აკეთებენ. 34 ბინის მცხოვრებლები ეზოს მოასფალტებას და სანიაღვრე სისტემის გაკეთებას მოითხოვენ. მათი თქმით, წვიმიან ამინჯი კორპუსის ეზო ტალახდება და მიმოსვლა თითქმის შეუძლებელი ხდება. ასფალტს აგებენ, მაგრამ ამ ქუჩას ჯერ საშველი არ ექნება. წვიმა რომ მოვიდა, ჩვენი სახსრებით მოვაგროვეთ ფული და მოვიყვანეთ მანქანები და გავზიდეთ ის ტალახი და ეხლა კიდე რო იწვიმებს, ამის საშუალება არ აქვს ყველას, რომ ყველამ დადოს და ტროტუარი მაინც გააკეთო, რომ ბავშვებმა სუფთად მივიდნენ და მოვიდნენ სკოლაში შვილო. რავი, რაც აქვს ცხოვრობს, ორი პრობლემაა, სულ ტალახია აქ. ძალიან დიდი. ახლა იქამდე მოვიდა, ხო? იქ იმის აქეთ ტალახია. ამის ეს ტალახი გადავა ისევ, იქ ის ასფალტი ისევ გაფუჭდება. ხო, ის გადაიყარა ის ფული წყალში ისევ, ხო? რატო უნდა გადაიყაროს? გაკეთებულია. მოყვანილია ლამაზად და ესეც რო გაკეთდეს, უკვე ლამაზად შეინახება, ხო, ხალხიც მოუვლის. ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მანამ ეს გაკეთდებოდა, საჭირო იყო გაიკეთებინათ წყალამბრიდი მილებით. ან სანიაღვრე მილები რაღაცები, რომ წვიმის შედეგად ეს წყალი არ მოვიდეს და არ დატბოროს აქაურობა. ამიტომ თავიდანვე რო დგება პროექტი, არის საჭირო, რომ იქნას გათვალისწინებული სანიაღვრე მილებით იქნას ჩადებული. ეხლა კი ასფალტი დაიგო, მაგრამ წვიმის შედეგად ის წყალი სადღაც წავიდეს, ხო? შევა ისევ აგერ კორპუსში და ჩვენ ისევ წყალში ვივლით. ასპინძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერის თანახმად შპს-4 ახორციელებს. სამუშაოთა მწარმოებლის თქმით, მათ მიერ გაწერილ პროექტში მხოლოდ კორპუსამდე მისაყვანი გზების მოასფალტებაა გათვალისწინებული. 34 ბინის ეზოსა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა დოკუმენტაციის თანახმად ორგანიზაციას არ ევალება. ეთება მხოლოდ კორპუსთან მისასვლელი გზები. ხანმალობაში რა შედის, რის გაკეთება შედის? უბრალოდ მისასვლელი გზის, სხვა არაფერს. ის რაც გზას ეკუთვნის, თავის საფუძველი და საფარი. ასპინძის ქუჩის ნომერ 34 ბინის მცხოვრებლების მოთხოვნებს ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თქმით, 2013 წლისათვის მხოლოდ კორპუსამდე მისასვლელი გზის მშენებლობაა გათვალისწინებული. თუმცა ბესარიონ მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეზოების კეთილი მოწყობა და სანიაღვრე სისტემის გაკეთება დაიწყოს. პროექტი ითვალისწინებს კორპუსებამდე მისასვლელ გზებს, რომელიც ჯერ არ შედის სამწუხაროდ არ შედის ეზოები, ან კორპუსების წინ ეზოების მოპირკეთება. სურვილი ჩვენც აგვაქვს რომ გაკეთდეს, მაგრამ ჯერჯერობით თანხები არა. სავარაუდოდ რომ შესრულების შემდეგ სავარაუდოდ შეიძლება ანაზომების შედეგად შესრულებული სამუშაოების ფაქტიურ შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე თანხა დააკრდეს და ამის შემდეგ ის თანხა ისევ გამოყენებული იყოს და დაემატება ალბათ შიდა ეზოების მოპირკეთებას. ასპინძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 199,780 ლარი გამოყო, თუმცა სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს-4 197,280 ლარად ახორციელებს.